ღერშუდობისაც შემეგობრებო, ახლა ვიმყოფები ქალაქ ლაგოდეხში ლუდვიგ მლოკოსევიჩის სახელობის დენდროლოგიურ პარკის შესასვლელთან. დღეს უნდა გაგაცნოთ ადამიანი, ლაგოდეხელი, ისტორიკოსი, ასე რომ ვთქვათ, ლაგოდეხის მემატიანე, ბევრი ლაგოდეხელი მას კარგად იცნობს, ბევრი არ იცნობს, ასე რომ გამომყევი და ახლა უნდა გაგაცნობთ ბატონ ვალერი ოღიაშვილს, რომელიც მოგვიყვება ლაგოდეხის ნაგრძლის დაარსების შესახებ ისტორიას, ლუდვიგ მლოკოსევიჩზე და ზოგადად ლაგოდეხში არსებულ კულტურულ ძეგლებზე და მთლიან ისტორიას ერთი სიტყვის. ასე რომ გამომყევი და ერთად გავესაუბროთ ვალერის. ვალერ, მოგესალმები, მადლობა რომ დამთავრდი ჩაწერაზე. შენ პროფესიით ხარ ისტორიკოსი. მე ესე დაგარქვი, შენ ხარ ლაგოდეხის მემატიანე. მოდი დავიწყოთ პირველი ნაგრძლის ისტორიიდან. როგორ შეიქმნა ჩვენი ლაგოდეხის ნაგრძალი, როგორც ვიცი, მლოკოსევიჩის დაარსებული არის და აი ეს ისტორია ეხლა ნენელა შენ რომ მოგვიყვე და თან დავათვალიერებ დენდროლოგიურ პარკს. მლოკოსევიჩი იყო წარმომავლობით პოლონელი, დაიბადა ვარშავაში 1831 წელს. 20 წლის ასაკში ის პირველად ჩამოდის კავკასიაში და ხდება ლაგოდეხში დისლოცირებულ თბილისის გრენადერთა პოლკის პორუჩიკი იყო. ის იყო სამხედრო პირი, მაგრამ შემდგომ, როდესაც ეს სამხედრო ის დასრულდა, მან დაიწყო ბუნების და ადგილობრივი ბუნების კვლევა. აღმოაჩინა აქ უამრავი ახალი მცენარე, ფრინველი. მიხვდა, რომ აი ლაგოდეხის ბუნება არის, ფლორა და ფაუნა არის განსაკუთრებული. აი განსხვავებული კავკასიონის და კავკასიის სხვა რეგიონებიდან. და გადაწყვიტა, რომ სწორედ აქ შექმნილიყო დაცული ტყე. ეს არის უკვე მე-19 საუკუნის ბოლო. მას ჩამოყავს აქ უამრავი მეცნიერები, ბიოლოგები, ზოოლოგები, რომელიც ჩამოდიან აქ, იკვლევენ აქაურ ბუნებას, აქაურ ყველაფერს რა, აი როგორც იტყვიან და ისინიც თანხმდებიან იმ აზრში, რომ აუცილებლად ლაგოდეხის ხეობა, ლაგოდეხის ბუნება უნდა იყოს აუცილებლად დაცული ტერიტორია გამოცხადებული. სამწუხაროდ, რუსეთის იმპერიის კანონმდებლობაში არ არსებობდა ესეთი ტერმინი. მაგალითად, აი რომ ყოფილიყო ნაგრძალი. ანუ ნაგრძალური ტერიტორია. ხო, არ იყო ესეთი ის, იგი წერილებს მაშინ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეხებოდა ტყეებიც და ის წერს მინისტრს, რომ აი ეს ტერიტორია არის განსაკუთრებული, აქ არის რაღაცა უამრავი მცენარეები, რომელიც სხვაგან არსად არ ხარობს, რომელიც და როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ესე იგი, როდესაც მოხდა გამყინვარება კავკასიონზე, ხო? აი რაღაცა ამ მცირე ხეობას, ლაგოდეხის ხეობაში გადარჩა ამ გამყინვარებას ეს ლაგოდეხის ხეობა და აქ იმიტომ ის უნიკალური ფლორის წარმომადგენელი, მაგალითად ლაგოდეხის იორდასალამი, მლოკოსევიჩის იორდასალამი და კიდევ იულიას ფურისულა, რომელიც მხოლოდ ენდემი არის კავკასიის და ამ შემთხვევაში ვიწრო ლოკალური ენდემი არის, რომ მარტო ლაგოდეხში არის რა და ხარობს ეს მცენარეები. და აი სწორედ კიდევ ერთი ის გახდა საბაბი, რომ აი სწორედ ეს ტერიტორია რომ გამოცხადებულიყო დაცულ ტერიტორიად. ოფიციალურად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები როდის გამოცხადა ვალერ უკვე? კი, სამწუხაროდ თვითონ მლოკოსევიჩი ვერ მოესწრო. იგი თავისი ბოლო ექსპედიციის დროს 1909 წელს გარდაიცვალა დაღესტანში ლაშქრობის დროს და დაახლოებით 3 წელიწადში უკვე მისი საქმე გააგრძელა ნიკოლოზ კუზნეცოვმა, რომელიც იყო კავკასიის ფლორის უდიდესი მკვლევარი, რომელიც ისევ და ისევ მლოკოსევიჩის მოწვევით მოხვდა ლაგოდეხში და ლოკოსევიჩთან ერთად ძალიან ბევრი ექსპედიცია გააკეთა და შეისწავლა ეს კავკასიის ფლორა და აქედან გამომდინარე, აი სწორედ მისი მეშვეობით მოხდა 1912 წელს ამ ნაგრძლად გამოცხადება. ოფიციალურ ნაგრძლად გამოცხადება. და წარმოიდგინე, რომ ეს იყო პირველი ნაგრძალი არა მარტო
ამიერკავკასიაში, არამედ ფაქტიურად რუსეთის იმპერიაშიც მაშინ ესე გამოვიდა, რომ ეს იყო პირველი ნაკრძალი. ვალერ, თვითონ ლოკოსევიჩის სიცოცხლის პერიოდში თუ ჩამოიტანა რაიმე ისეთი სახეობის მცენარეები, ხეები, რომელიც დაუშვათ ჩვენ ლაგოდეხის იმ დროს ნაკრძალი არ იყო, თუმცა ამ ჩვენს ტერიტორიაზე დაუშვათ არ ხარობდა და ახალი ჯიშები გაამრავლა და ეს უფრო შეგეცოდინება როგორ გითხრა მის კი ბატონო. ანუ ეს აი ახლა სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის ლოკოსევიჩის საკარმიდამო, სადაც ის ცხოვრობდა. სადაც ჩვენ შემოვედით, იქ იყო სახლი. იქ იდგა სახლის შემდგომში სამწუხაროდ დაიწვა ხანძრის შედეგად და მის თავის საკარმიდამოს ტერიტორიაზე მან გააშენა დენდროპარკი, ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში. აი მისი დარგული ხეები დღესაც აი აქ არის ძალიან მრავლად წარმოდგენილი. არის ჩრდილოეთ ამერიკიდან, არის აზიიდან, არის სპარსეთიდან, სხვა აი დედამიწის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოტანილი. აქ არის გინკო ბილობა, რომელიც ჩინეთ-იაპონიაში ხარობს, მხოლოდ იქ არის დარჩენილი. აქ არის ლენქორანული ხერკინ, ანუ სპარსული. აი ბოდიში გაწყვეტინებ, ახალ რეაბილიტირებულ პარკში დგას ერთი უზარმაზარი ხე, რომელიც ლოკოსევიჩის დარგულია. გინკო ბილობა არის ისაც. დიახ. ანუ ეს საქართველოში ეს ჯიში მასიურად ანუ აი ფაქტიურად საქართველოში მხოლოდ ბოტანიკურ ბაღებში არის. სხვაგან ხა ის ბუნებრივად არ არის. ბუნებრივად რა თქმა უნდა არ არის. თუმცა და თან ითვლება როგორი აი უნიკალური ხე არის, რით იცი? ის 250 მილიონი წელია რაც არსებობს დედამიწაზე. თავდაპირველად მისი არეალი თითქმის მთელ დედამიწას ფარავდა. მაგრამ შემდგომში განყივარების და იმის დროს დარჩა მხოლოდ ჩინეთსა და იაპონიაში და იქ ითვლება ღვთაებრივ ხედ და იზრდება ჩინეთის და იაპონიის იმპერატორების საფლავებზე. და იქ არის მაგალითად ჩვენ ვიცით რომ 1200 წლოვანი გინკოც კი არსებობს. უზარმაზარი რაღაც დიდი. აქ ჩვენ გვაქვს ლოკოსევიჩის მიერ დარგული რომელიც არის 170 წლამდე და სხვა შორის ისაც დაახლოებით მაგასაკის არის კი. და აქ ლოკოსევიჩის დარგული ხეები არის, აქ დაახლოებით 30 ხე არის, სახეობის, სხვადასხვა სახეობის, რომელიც არის შემოტანილი სოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან და აქ დარგული. ზოგი უგზავნიდნენ მას იმის სახით, რა ქვია, თესლის სახით ის რგავდა და მოყვანილი აქ ძალიან ბევრი. ფაქტიურად ამ ადამიანმა ლაგოდეხში შექმნა და დაარსა ზუსტად ის ადგილი, რომელსაც დღეს ლაგოდეხის აკრძალული ტერიტორიები, ანუ ნაკრძალი ქვია. ვალე, ლაგოდეხის ნაკრძალის ფლორა და ფაუნა რითი განსხვავდება დაუშვათ სხვა ჩვენი კუთხის აკრძალულ ტერიტორიად. ან რა გვაქვს ჩვენს ნაკრძალში ისეთი სახეობები, რომელიც სხვაგან თუნდაც ფლორით, თუნდაც ფაუნით, რომელიც არ ხარობს, როგორც მცენარეები, ისე ცხოველები. ფაქტიურად აი ლაგოდეხი ეს რა თქმა უნდა სამწუხაროდ არის რომ ლაგოდეხში არის ერთ-ერთი საქართველოში შემორჩენილი ყველაზე დიდი პოპულაცია ირმების. კავკასიის კეთილშობილი ირემი, ასე ქვია. აქ არის დიდი პოპულაცია ჯიხვის. ნუ ჯიხვის სხვაგანაც არის, მაგრამ აი ძირითადად ყველაზე დიდი პოპულაცია შემორჩენილი, რომელიც არის საქართველოში, ეს არის აი ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, როგორც ახლა მას დღეს უწოდებენ. როგორც ადრე ვახსენე, ესე იგი აქ არის ენდემური ჯიშები. იულიას ფურუსულა, ლაგოდეხის იორდასალამი, ლოკოსევიჩის იორდასალამი, ესე იგი ნაღველა, ლაგოდეხის ნაღველა, ესე ქვია ის მცენარე არის, ყვავილოვანი მცენარე არის. აი ეს ყველაფერი არის იმ ჩამონათვალიდან ძალიან მცირე კიდევ რომელიც არსებობს, ანუ ძალიან აი საქართველოს ესე იგი როგორც ამბობენ საქართველოს ფლორის 2/3 არის ლაგოდეხში. ვალე, ჩვენი პირველი სიუჟეტი ზუსტად ლაგოდეხის გაცნობა დავიწყეთ ლაგოდეხის ნაკრძალიდან, იმიტომ რომ ლაგოდეხის ყველაზე ძვირფასი და საინტერესო რას არის ჩვენი დაცული ტერიტორიებია. თუმცა ბევრმა არ იცის ჩვენი ქალაქის და რაიონის და მუნიციპალიტეტის უკეთ სახელით დაარსების შესახებ ისტორია. ყველაზე კარგად შენ იცი ახლა რომ უგვიყვე ლაგოდეხის დაარსების მოკლე ისტორია. ძალიან საინტერესო არის თვითონ ეს
სახელი საბჭოთა პერიოდში მიჩნეული იყო, რომ ლაგოდეხი ეს რატომღაც იყო ლაგეროდიხა, რაღაც რუსული სახელწოდება, ეს შემოკლებით, რომელიც ესე გადა, თუმცა პირველად ლაგოდეხი ზუსტად 1000 წლის წინანდელ საბუთში არის დაცული სახელწოდება, სადაც არის ნათქვამი, რომ ეს არის დაწერილი მელქისედეკ კათალიკოსისა და იქ არის ნახსენები, რომ მონასტერი დიდთა ძალთა ლაგოდეხი მან დაუქვემდებარა მცხეთის სვეტიცხოველს. ანუ 10 საუკუნის წინ. კი ბატონო. 1000 წლის საბუთი არის ეს, მე-11 საუკუნე არის, მე-11 საუკუნე არის, აი ზუსტად 1000 წლის წინ არის პირველად ნახსენები ლაგოდეხი. მანამდე აქ ამ ტერიტორიაზე იყო ლაკუასტი. აი მდინარე ლაგოდეხის ხევი, რომელსაც დღეს ჩვენ ვარ, ეს არის მდინარე ლაკუასტი. და ლაკუასტის ხეობა. სწორედ ამ ხეობაში მეფე მოწამე არჩილმა, ეს არის დაახლოებით მე-7 საუკუნის ბოლო, მე-8 საუკუნის დასაწყისი, ააგო ციხე-სიმაგრე. ლაკუასტის სახელწოდებით, იმ ხეობის სახელით დაერქვა ამ ციხე-სიმაგრეს, ეს ციხე-სიმაგრე დღესაც არსებობს. ეს მაჭის ციხეს რო ეძახიან, სხვა არის? ეს არის ლაგოდეხში, დღევანდელი ყაზბეგის ქუჩაზე. არის შემორჩენილი ფრაგმენტები, სამწუხაროდ ის ციხე დაანგრიეს 40-იან წლებში, მიიჩნიეს რომ მეფის დროინდელი არა და სინამდვილეში არის ისტორიული ძეგლი იყო, კულტურული. წარმოიდგინე, ეხლა რამდენი საუკუნის წინანდელი არის, ხო? მე-7 მე-8 საუკუნე. აი მაგ დროს მოხდა და ფაქტიურად ლაგოდეხის დამაარსებლად ჩვენ უნდა ჩავთვალოთ მეფე მოწამე არჩილი. თან ეს იმდენად საინტერესო წმინდანი არის, რომ ეს არის პირველი წმინდანი, რომელიც ქრისტეს სარწმუნოებას ეწამა. და თან არის ლაგოდეხის დამაარსებელი და შემდეგ მოსახლეობის ჩამოყვანა უკვე როგორც ვიცი ილია ჭავჭავაძის დროს მოხდა, ხო? ანუ ესე ვთქვათ 19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში, აი სწორედ ილია ჭავჭავაძის სათავადაზნაურო ბანკის თაოსნობით მოხდა აქ ქართული მოსახლეობის ხელმეორედ ჩამოსახლება, იმიტომ რომ შახაბასის შემოსევის შემდეგ 1613-17 წლებში მოხდა მოსახლეობის აქედან აყრა მასიურად და გადასახლება სპარსეთში და ეს ტერიტორია იყო მთლიანად გაუკაცრიელდა და აქ ფაქტობრივად საინტერესო ის ფაქტია ჩემოვალე რომ ლაგოდეხში მრავალ ეროვანი მოსახლეობა ცხოვრობს, ხო? ესეც აღსანიშნავია. ახლა 99 წელს 9 წლის აღწერით აქ 25-ზე მეტი ეროვნება ცხოვრობდა. წარმოიდგინე, ხა როგორი ის იყო. ნუ ეს იყო დაკავშირებული იმით, რომ აქ იყო სამხედრო ნაწილი, აქ მსახურობდნენ სხვადასხვა ჯერ მეფის დროს ჩამოსახლებული პოლონელები, აქ ჩამოსახლდნენ უკრაინელები, რუსები, ნუ აქ ძალიან დიდი ძალისა და აქედან გამომდინარე ეს იყო მრავალეროვანი და დღესაც არის ფაქტიურად, დღესაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პოლონელები, რუსები, უკრაინელები, აქ უამრავი ისინი არიან, რომელიც აქ ცხოვრობენ. ვალერი, მადლობა უნდა გადაგიხადო აი ეს მოკლე ექსკურსიისთვის, რაც მე პირველად გავიგე შენიდან რომ ლაგოდეხი 10 საუკუნის წინ არის დაარსებული. მე თან უნდა დაგემშვიდობო, თან არ დაგემშვიდობები, იმიტომ რომ საინტერესო თემა გვექნება ჩვენ წინ ლაგოდეხში არსებული კულტურული ძეგლებზე უნდა მოგვიყვე ჩვენ აუცილებლად ერთი სიუჟეტი უნდა დაგითმო და დაგვითმო, იმიტომ რომ საზოგადოებას გავაცნოთ ლაგოდეხში არსებული აი ეს მონასტერ ეკლესიების ისტორია, რომელ საუკუნეებში არის დაარსებული, ამიტომ ერთხელ კიდე გეწევით, კიდე ერთხელ მადლობა მასპინძლობისთვის მეგობრებო. ჩვენ დროები დაგემშვიდობებით, ასე რომ დაგველოდეთ წინ კიდე უფრო საინტერესო თემატიკა გვექნება ვალერისთან ერთად. ასე რომ დროებით გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, ჩვენი არხი, რომ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოусმინოთ და უყუროთ. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.